სპოილერი არ შეიმჩნიოთ ხმაური. როგორ უნდა გამოიყენოთ Pinterest-ის აპლიკაცია. ერთმა გოგომ კომენტარებში დამინწერა, Pinterest-ი გადმოვიწერეო, მაგრამ ვერ მივხვდი რა უნდა ჩავწერო ან რამე. ხო და ამიტომ ვასწავლე ამ გოგომას თუ როგორ უნდა გამოიყენო აპლიკაცია Pinterest-ი და სხვებსაც, ვინც მიყურებს და არ იცის როგორ უნდა გამოიყენოს. დარჩით ვიდეოს ბოლომდე. სამწუხაროდ ხლა სლიკერჯერი ვეღარ ჩავწერე რაღაც ჭირს ჩავსლიკერს ამიტომ გეტყვით ასე შევდივართ Pinterest-ში და საძიებელში ვწერთ art ან სხვა რამეს რაც გვინდა მაგათაც წერთ arts ან ხო arts ავარჩევთ რომელიმე art გამჭირდება აქ ასე და შემდეგ კი ვაწვევით რომელიც მოგვეწონება. რომელიც მოგვეწონება ვაწვევით იმ ფოტოს და თუ გვინდა რომ ჩამოვტვირთოთ, ვაწვევით სავე. აი ცითლად რომა მაგას. ვაწვევით სავეს. შემდეგ გამოვდივართ, ვაწვევით სახლს, სულ ბოლოში რომ სახლი, აი მაგას ვაწვევით. და მე აი საძიებელს რო ვაწვევით, მაგას სულ ბოლოში არის მაგას ვაწვევით და ნახავთ თუ როგორ უნდა ნახოთ ნახოთ მან ფოტოს და სხვას რომელსაც ჩამოვტვირთავთ. სულ ეს იყო იმედია დაგეხმარეთ თუ არა ჩემს ლეკორდერს გამოვასწორებ და დამეწერთ კომენტარებში თუ დაგეხმარეთ თუ არა ახალ ვიდეოს დავდარ ლეკორდერში და უფრო დეტალურად აგიხსნით და აუცილებლად გასწავლით. თუ მიხვდით ძალიან გამიხარდება. თუ მიხვდით დამწერთ კომენტარებში მივხვდი და რამე სმაილი და თუ არ მიხვდი დამწერთ კომენტარებში ვერ მივხვდი და დავდებ ვიდეოს კარგ ახსნილს. თუ მოგეზანათ ეს ვიდეო და გამოგადგათ დამაფოლოვეთ ეს ჩემთვის დიდი საჩუქარი იქნება დამილაიქეთ ეს ვიდეო და გააზიარეთ ეს ვიდეო რადგან დაეხმაროთ თქვენ მეგობრებს ან ვინმეს ხო კარგად